არა სოჭის ოლიმპიადას სამოქალაქო სექტორის პეტიცია ხელისუფლებას არასამთავრობოები რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ და თვლიან, რომ ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა ოლიმპიადაზე გაუმართლებელია. არასამთავრობოები ხელისუფლებას და ოლიმპიურ კომიტეტს გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტი სოციალური ქსელით დღეს გავრცელდა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ნებისმიერ მოქალაქეს ხელმოწერით ონლაინ რეჟიმში შეუძლია. თამარ ბუბაშვილი განავრცობს თემას პირდაპირ ეთერში. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებულ პეტიციას ამ დროისთვის 1500-ზე მეტი ხელმომწერი ყავს. ისინი მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და თხოვენ შეცვალონ გადაწყვეტილება და საქართველოს არ მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში. ამას გარდა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას ეწინააღმდეგება მთავრობის ყოფილი წევრებიც, რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს და ეროვნულ კომიტეტს. ისინი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მათი გადაწყვეტილება არ შეიცვლება, თუმცა არ არის გამორიცხული გარკვეული პირობების შემდეგ მათ გადაწყვეტილება შეცვალონ. სოჭის ოლიმპიადამდე დარჩენილი დროის შემცირებასთან ერთად საქართველოში იმ ადამიანთა რიცხვი იზრდება, რომლებიც 2014 წლის ზამთრის თამაშებში საქართველოს ჩართვას ეწინააღმდეგება. პეტიცია დღეს არასამთავრობო სექტორის ინიციატივით მომზადდა. ხელმომწერები ხელისუფლებას რუსეთის ქმედებებზე პროტესტის გამოხატვას თხოვენ და ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ნინო ლომჯარია ერთ-ერთი პირველია, რომელმაც პეტიციას ხელი მოაწერა. ყველაზე მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის რუსეთის ხელისუფლების ქმედებები საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ. გაზაფხულის შემდეგ არათუ წყდება და თქვა შეჩერდა ეს ქმედებები, არამედ კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმარისზე მეტი მიზეზია იმისთვის, რომ საქართველოს გამოიყენოს ეს საერთაშორისო არენა. არასამთავრობო სექტორის მიერ დღის მეორე ნახევარში მომზადებულ პეტიციას დღის ბოლოს ხელი 1500-ზე მეტმა პირმა მოაწერა. სტუდენტებს, ჟურნალისტებს, პედაგოგებსა და ქიმიკოსებს შორის იურისტი თამარ გურჩიანიცა. ამ ოლიმპიადაში მონაწილეობის არ მიღება იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომელიც სხვათა შორის ბოლო დროს იღებს ძალიან ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს საქართველოს მთავრობისგან, რომ ესე იგი რუსეთმა ჯერ პირველ რიგში პატივი უნდა სცეს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საზღვრების უღრმავების პრინციპს. სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობას ეწინააღმდეგება ყოფილი მინისტრი. ნიკოლოზ რურუა იხსენებს, რომ 2014 წელს ზამთრის თამაშებში მონაწილეობას საქართველოს ჯერ კიდევ მათი მთავრობის დროს დათანხმდა. რურუას მოსაზრებით დღესაც და მაშინაც გადაწყვეტილება არასწორი იყო. ეს არ არის სწორი, არ უნდა გავაკეთოთ და რახან მე არ ვიყავი საგარეო საქმეების, ასე ვთქვათ, სპეციალისტი და არ მებარა საგარეო უწყება, დიპლომატების სიტყვა გადამწყვეტი აღმოჩნდა და მაშინ თქვეს, რომ არა, ეს უნდა გავაკეთოთ. ამას ემხრობოდა მაშინ პრეზიდენტიც, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. შეიძლება არ არის სასიამოვნო, მაგრამ საჭიროა, მაგრამ ჩემი აზრით ცდებოდა მაშინ ისიც და ცდება ახლა პრემიერიც. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე კი ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას განმარტავს. მისი თქმით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საკითხი მხოლოდ დაკვირვების საგანი იყო. დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ვაშაძის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება მიუღებელია. მე რომ სპორტსმენი ვიყო, საერთოდ არ წავიდოდი. მე რომ ოლიმპიური კომიტეტში ვიყო, ეხლა 4 თვე არის დარჩენილი სოჭის ოლიმპიადამდე, ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით მიმართავდი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, თხოვნით, რომ საქართველოს სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე იქნან დაშვებული ოლიმპიური დროშით და არა საქართველოს დროშით. პროტესტის მიუხედავად ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პოზიციის შეცვლას ჯერჯერობით არაპირებს. ჩაერთვება თუ არა საქართველოს ზამთრის თამაშებში გადაწყვეტილება სწორედ კომიტეტმა უნდა მიიღოს. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მომხრია პროტესტის კიდევ ერთი ადრესატი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. ოლიმპიადაზე მონაწილეობა აუცილებელია, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ მტერს არ ძინავს. იგი ამ დაუწევ მაწყობს პროვოკაციებს, ამიტომ ჩვენ დავაკვირდებით იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდება მომავალში. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აი ამ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით არ გადასინჯავს, მაგრამ შეიძლება დადგეს ეს მომენტი. ერთი მსხვილი მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილება და მეორე საზოგადოებრივი აზრი.
უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ქართული მხარისთვის რთულია. საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარისხმას 2008 წელს აგვისტოს ომის გამოც აპირებდა, მაგრამ მაშინ მთავრობამ პოზიცია შეცვალა. თუ ამჯერად საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის პირველი შემთხვევა არ იქნება. ბოიკოტი მოსკოვის ოლიმპიადას და კაპიტალისტური ქვეყნების უარი. ასეთია ოლიმპიური თამაშების მიმართ პროტესტის გამოხატვის რამდენიმე პრეცედენტი. სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს დღეს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მისი განცხადებით, სოჭის ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ. ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ 4, თითქმის 5 თვეა, ასე რომ სასწრაფო არაფერი არ არის. ჩვენი მონაწილეობა დადგა კითხვის ქვეშ. ამის შესახებ გუშინ მთავრობის განცხადებაში ნათლად არის ნათქვამი. ვნახოთ, რატომ უნდა ვიჩქაროთ ახლა ჩვენ. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და მივიღოთ შემდგომ შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაბამისი ღირსეული გადაწყვეტილება. სოჭის ოლიმპიადა, როგორც ცნობილია, თებერვლის დასაწყისში გაიმართება. მიიღებს თუ არა საქართველოს ოლიმპიადაში მონაწილეობას, ეს კითხვა კვლავ აქტუალურია. დღევანდელი მონაცემებით მთავრობა და ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას მიიღებს, თუმცა არ არის გამორიცხული ეს განცხადება გადაიხედოს. დიდი მადლობა თამარ ბუბაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რა მოხდა ქუთაისის არასრულწლოვანთა ციხეში და რა გახდა 16 წლის მსჯავრდებულის გარდაცვალების მიზეზი? საჭირო ახსნილების სამინისტროს წინასწარი ვერსიით მოზარდმა საკანში თავი